გამარჯობათ, მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემები დღეს გადაცემა და ჩვენი დღევანდელი სტუმარი და მე სტუმართან ერთად დღეს ჩვენ ვიმუშავებთ და მოგითხრობთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასე შევეხებით როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ასევე გარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელი პრობლემატური საკითხები დღეს არის ქვეყანაში. ჩვენ შევეხებით იმ კრიმინალურ და იმ სწორედ ქვეყნისათვის საწინააღმდეგო და არასწორ ჯგუფებს, რომელიც ჯგუფების თავის ძროზე ლობირებდნენ და შემოქონდათ სააკაშვილის დროს ნარკოტიკები და ქვეყანა აქციეს როგორც ნარკოტიკული ტრანზიტულ ქვეყანად, ასევე შიდა მოხმარების საშუალებად და გამსახების ერთ-ერთ ბაზრად. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ რამოდენიმე დღის უკან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა გრანდიოზული ოპერაცია. მართლაც გრანდიოზული ოპერაცია და მართლაც რომ მისასალმებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ასეთი მასშტაბური დიდი გრანდიოზული ოპერაციის ჩატარება, რადგან თქვენ წარმოიდგინეთ 200 კილო ჰეროინი, რომელიც შემოიტანა ირანის მოქალაქემ ტრაილერით და ეს 200 კილო ჰეროინი უნდა გადანაწილებული იყო აქ ქვეყანაში, ჩვენ საქართველოში იმ ბარიგებზე, რომელი ბარიგებიც დღეს ვაჭრობენ ნარკოტიკებზე და წამლავენ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს და ასე ახდენენ ქვეყანაში ახალგაზრდა ადამიანების დეგრადირებას და ქვეყანაში ამ მიმართულებით ბრძოლობენ, ებრძვიან სწორედ იმ კონტინგენტს და იმ თაობას, რომელმაც თაობამაც უნდა მართოს ეს ქვეყანა და რომელმაც თაობამაც უნდა იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ ქვეყანა გამრავლდეს, ქვეყანაში დემოგრაფიული საკითხმა წინასაფეხურზე დადგეს. მაგრამ რასიზამ ხედავთ, რომ მტრები როგორც შიგნით ისე გარეთ მოქმედებენ. ეხლა ეს არ გეგონოთ უშინელი და დღევანდელი პროცესი, მით უმეტეს ეს პროცესი ამ პროცესმა მასშტაბურად ფეხი მოეკიდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ ავასახსენებელ ავამტყოფმა სააკაშვილმა, როდესაც საქართველოში დაიწყო ნარკოტიკების მასიური შემოტანა და ზოგს აქტოვებდა და აქ წამლავდა ხალხს, ზოგი კიდევ გადიოდა სხვა ქვეყნებში. ასევე ჩვენ სააკაშვილის დროს, როდესაც საერთაშორისო მისიები იყო და მათ შორის ავღანეთში ჩვენი კონტინგენტი გადიოდა, ეს პირდაპირ სააკაშვილი იყენებდა სწორედ აი ამ საშუალებას და ამ მისიას ნარკოტიკების შემოტანის მიზნით. სამხედრო ბორტი, ეს ამერიკული სამხედრო ბორტი, რომელსაც კონტინგენტი გადაყავდა და მათი როტაცია ხდებოდა, სწორედ ამ ბორტით ჩამოდიოდა საქართველოში ნარკოტიკები და ამ ნარკოტიკებით მერე სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხელს ითმობდა და მდიდრდებოდნენ და ქვეყანას წამლავდნენ და ასევე სხვა ქვეყნებში გადიოდა. ეს მაშინდელი დაწყებული პროცესი არის, რომელი პრობლემებსაც დღეს უკვე ებრძვის ჩვენი სახელმწიფო, ებრძვის ჩვენი ზალოვანი სტრუქტურები. ეს სწორედ აი ამ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არის რომ მე ვხედავ რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები პირდაპირ ხმალ ამოღებული ბრძოლობენ ამ საშინელი სცენის წინააღმდეგ. რადგან ჩვენ ვხედავთ რომ რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა და როგორ დღეს იღუპება თაობები, როგორ დღეს ქრება ქვეყნიდან ახალგაზრდა კონტინგენტი, ზოგი ზედოზირების ქვეშ ხდება და ვეღარ გამოდის მდგომარეობიდან, სავსე არის ღამის კლუბები ახალგაზრდების, სადაც ნარკოტიკებს ღებულობენ და ასეთი რომ ვიტყვი მოქმედებებით, ტრული მოქმედებებით ხელს იტყვობენ და დიდდებიან ერთეული ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან პროცესებში. მაგრამ ეს მარტო პირადი გამდიდრების მიზნით არ არის, ვიტყვით ეს მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში, ეს არის ერთ-ერთი დივერსიული მოქმედება, რომელიც დივერსიული მოქმედებების საფუძველზე ქვეყანას პირდაპირ ანგრევენ და პირდაპირ ღუპავენ ქვეყანას და პირდაპირ შემდგომ ასეთი მოქმედებებიდან გამომდინარე ხდება მათი ზეგავლენა სწორედ იმ ადამიანებზე, რომელი ადამიანები ჩართული ამ პროცესებში და არიან დამოკიდებული ნარკოტიკებზე და ადვილია ასეთი ადამიანების მართვა და ასე უნდათ რომ მთელი ქვეყანა ჩართონ ამ პროცესებში და მთელი ქვეყნის თაობა მოწამლოთ. ჩვენ ამ საკითხებზე გვიქნება საუბარი, ჩვენ ასევე შევეხებით სხვა დანარჩენ როგორც შიდა ესე გარე
პოლიტიკურ პროცესებს და ჩვენ სტუმარია დღეს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ბორჩხიძე. ბატონო კოტე, მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისათვის. ბატონო კოტე, თქვენ ახლა ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სპეცსამსახურებში მთლიანად თქვენი მართლაც ეს რესურსი მანდ შეალიეთ და მთელი ეს თქვენი ცოდნა და ეს გამოცდილება სწორედ იმ სპეცსამსახურებში გამოიყენეთ და მუშაობდით ამ მიმართულებით სხვადასხვა თანამდებობებზე და რა მინდა გითხრათ ახლა. მოდი ეს შევეხოთ აი ამ სიტუაციას რა პრობლემების წინაშე დღეს ჩვენი ქვეყნის თაობა დგას ახალგაზრდები და მათ შორის არანაკლებ მდგომარეობაში ჩვენი თაობის ადამიანებიც არიან. თქვენ როდესაც მუშაობდით და იყავით რაღაც გარკვეულ თანამდებობებზე, ბუნებრივი არის ახლა ეკნებოდათ რაღაც ახლა თქვენი არ იყო ეს რა ქვია დაუშვათ მიმართულება, მაგრამ რაღაცა არა ბოლოს ხო გინდა არ გინდა მაინც ხელში მოდიოდა რაღაც გარკვეული ინფორმაციები. ხდებოდა ასეთი მასიური შემოდინება ნარკოტიკების? კი ხდებოდა სამწუხაროდ მეტნაკლებად ასეთი ფაქტები 94 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ასე ვთქვათ გარიგზრაზე პირველ ნაბიჯებს დგავდა, აი ეპოქიდან მომდინარე ყოველთვის იყო ეს ჩtildeოვანი ეკონომიკის ნაწილი საქართველოს, მინდა გითხრათ. და არა მარტო საქართველოს, ტრანზიტული გზის, რომელიც შემდგომ იქცა ასე ვთქვათ დიდი აბრეშუმის გზად, განახლებად გზად და დიდ აბრეშუმის გზას თან ახლავდა ეს ჩtildeოვანი თავისი ასე ვთქვათ სისტემა აწყობილი, რომელიც გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო როგორც ეკონომიკური გარკვეული კორიდორი, ხო, ის გამოყენებული იყო ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობისათვის და დღესაც არის, მინდა გითხრა ამ მდგომარეობაში, იმიტომ არის რომ წელი არ გავა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოს სპეცსამსახურების მიერ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ იქნა სამოყებული საქართველოს ტერიტორიაზე, ხო? კი. ეს ესეა. იცით რა მინდა გითხრათ, მე ჩემი ბოლო თანამდებობით გახდით ორგანიზებულ დანაშაულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბოლო ჩემი თანამდებობა იყო სახელმწიფო ასე ვთქვათ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის სამართლის უფროსი. ანუ პირდაპირ კავშირი მქონდა ამ თემატიკასთან შეხების, მართალია ძალიან მცირე პერიოდის განმავლობაში, მაგრამ იმ ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რაც გავლილი მაქვს, ბუნებრივია კონსადაზვერო ორგანოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხდებოდა ანალოგიური სახის ინფორმაცია, მაგრამ მისი ლეგალიზაციისათვის ეს ინფორმაცია მიდიოდა დანიშნულების მიხედვით, რომელი სტრუქტურის კომპეტენციასაც ეს წარმოადგენდა, მაგრამ ამაში აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას და ვიცოდით გარკვეულწილად თუ რა ტრასები იყო ჩამოყალიბებული საქართველოში, როგორ მარშრუტით მოძრაობდა და ძირითადად თქვენ გახსოვთ, რომ როგორი ბუმი იყო ეგრეთ წოდებული გადამზიდავი კომპანიების შექმნისა 90-იანი წლების ბოლოს და შემდგომ პერიოდში და მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ამ ფაქტობრივად აღზევება ჰპოვა და გადამზიდავები შეულებდნენ ძალიან დიდ თანხებს და სწორედ ეს გამომერობებული იყო ჩtildeოვანი ეკონომიკის არსებობით და აი ამ ჩtildeოვანი ეკონომიკის უდიდეს წილს შეადგენდა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ადამიანებით ტრაფიკინგი და იარაღით უკანონო ვაჭრობა. ანუ მან ესე იგი სააკაშვილის დროს მოიკიდა ფეხი და ფაქტიურად განავითარა სააკაშვილმა და თორე შევარნაძის ეპოქაშიც იყო ეს საკმაოდ წარმოდგენილი. მე მახსოვს ერთი გავიხსენებ ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან ერთ საკმაოდ ისეთ სერიოზულ ოპერაციას, მაშინ ჯემალ გახოკიძე გახლდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მისი ასე ვთქვათ მონაწილეობით, მისი დაგეგმარებით განხორციელდა ძალიან დიდი ოპერაცია და ამოღებული იქნა ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება გაშიში
დიდი ოდენობა იყო საკმაოდ, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ოპერაციათაგანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებმა ჩაატარეს თავის დროს. ამის შემდეგ იყო ბევრი ასეთი, მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი ესეთი დიდი ოპერაცია, რომელიც ჩატარებული იქნა ნაციონალური მოძრაობის ზეობის ეპოქაში. იმიტომ რომ როგორ ჩაატარებდნენ, როდესაც ისინი თვითონ იყვნენ ამ ნარკოტიკების ტრანზიტის კრიშები და თვითონ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები. მე მომიწია იმ პერიოდში ძალიან მცირე ხანი, მაგრამ ორი ასეთი ხელმძღვანელის ხელში ყოფნა, როდესაც ერთი ზედოზირებით ერთ ოთახში იყო გადავარდნილი და მეორე, მე ახლა არ დავასახელებ უგვარებს და სახელებს, ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი არიან. ერთი გარდაცვლილი გახლავთ და მეორე იმყოფება ასე გაქცეულია დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე არ არის. აი ესეთი შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი. ანუ ვინც ესე იგი, ვინც ებრძოდა ამ მიმართულებას, იმის ხელმძღვანელი იყო ზედოზირების ქვეშ და თვითონ იყვნენ ამის მომხმარებლები ავღანური ნარკოტიკის, მათ შორის არა მარტო ავღანური ნარკოტიკის, შემდეგ გაჩნდა კოკაინი და ასე შემდეგ, ხო? და იარაღის ვაჭრობა მიაბეს ზუსტად ამ ნარკოტიკებით ვაჭრობის თემას და ეს კეზერაშვილის ისაა. კი ბატონო და ეს გახლავთ ერთ-ერთი კარმუშკა მათი გამდიდრების მინდა გითხრათ. შემდეგ ეს თანხები, ეს შავ ბიზნესით მოპოვებული თანხები თეთრდებოდა და დანაშაული ემატებოდა და ამ სიტუაციით მოვიდა და ეს სიტუაცია დაუტოვეს ქართულ ოცნებას, დღევანდელ ხელისუფლებას, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. საკმაოდ ძნელია ბატონო ტრისტან ბრძოლა, ასე ვთქვათ, აი ამ ჩtildeოვანი ეკონომიკასთან, ამ ჩtildeოვანი ეკონომიკის აი ამ ყველაზე ამაზრზენ, ასე ვთქვათ, სეგმენტთან ბრძოლა და ეს დაკავშირებულია ბევრი სამსახურის კომპლექსურ ერთობლივ მუშაობაზე და მათ გამართულ მუშაობაზე, მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე. უმეტეს შემთხვევაში მთელი დატვირთვა უნდა მოდიოდეს სადაზვერო ორგანოებზე და ზუსტად ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია იმისათვის, რომ აი ესეთი ნარკოტიკების შესაძლო გადაადგილებაზე ან კორიდორად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე მათ გქონდეთ წინსწრები ინფორმაცია, რაზედაც იქნება დროულად განხორციელებული შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები, ხო? მაგრამ მე აქვე უნდა უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ ნარკოტიკების შემოტანა, გასაღება, მისი ტრანზიტი და საერთოდ გახლავთ მძიმე დანაშაული მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული ძირგაონთხელი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება და ამას უცხოეთის სპეცსამსახურები საკმაოდ კარგად იყენებენ თავიანთ არსენალში იმისათვის, რომ შექმნან იმ ქვეყანაში სადაც ისინი თვლიან, რომ უნდა გაატარონ თავიანთი ინტერესები, სწორედ გააჩინონ ასეთი კატეგორია ადამიანების, გააჩინონ ასეთი ჯგუფები, გააჩინონ და ერის გადაგვარებისაკენ მიმართული ერთ-ერთი მძლავრი ნაბიჯია და შეადგენს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ რგოლს. როგორც იარაღთან ერთად, მინდა გითხრათ, იარაღის ტრანზიტთან და ადამიანების ტრაფიკთან ერთად. ეს ერთი კომპლექსური ძალიან მძიმე თემაა. ჩვენ გავიხსენებთ, რა მძლავრად მოქმედებდა ქართული ოცნება აი ამ პერიოდის განმავლობაში, ამოღებული ერთი 3 ტონანახევარი თხევადი ნარკოტიკი აზერბაიჯანიდან შემოსული. გავიხსენოთ, როგორ მაშინ რა ქვია, სომხეთში დაკავებული ასევე მართალია სომხეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, მაგრამ ქართველი გახლდათ ის მძღოლი, ვიღაც ქართველი შვილი იყო გვარად, რა ქვია, ის მძღოლი ძალიან კარგად მახსოვს, ტონა 200 ჰეროინის დაკავება, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და გასულიყო და შემდეგ რუსეთის გავლით წასულიყო სარეალიზაციო ევროპის ქვეყნებში, ხო, აი ესეთი თემატიკა. ამ არსებობს კიდევ საზღვაო გზა, სადაც ანალოგიურად ხდება, ანუ სხვადასხვა მარშრუტი, გადაზიდვის სხვადასხვა საშუალება არსებობს იმისათვის. ბატონო გოტერა, ამიტომ ჩაგეკითხა ნარკოტიკების ტრაფიკი და გადატანა. რა მინდა გითხოთ? ნახეთ ახლა მე მინდა კიდევ არა, ამ შემოგიერთეთ და მადლობა უთხრა ძალოვან უწყებებს, მადლობა უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განხორციელებული ოპერაციისათვის, ნამდვილად მამულიშვილური საქმისათვის და თუ ისინიძლავრად ასეთი მობილიზებული იქნებიან ამ მიმართულებით, ეს ქვეყანას წაადგა
მარგება ძალიან კარგად. საქართველოსთან უნდა აღმოიფხვრას ზუსტად ეს სეგმენტი, რასაც ქვია კორიდორად ქცევა საქართველოსი ნარკოტიკების ტრანზიტისთვის. ისე კი რა არის, იცი? მკითხეთ რაც. ბატონო გოტე, შეხედათ ირანის მოქალაქეა, ხო? ირანის მოქალაქეს რომელსაც 200 კილო ჰეროინი შემოაქვს საქართველოში. ესე იგი 50 მილიონი ლარის, ასე განაცხადა 50 მილიონი დოლარის. ხო, დოლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხო? ეხლა შესაძლებელია უფრო ბაზარზე უფრო ძვირიც იყოს ეს. ეხლა ეს 200 კილოგრამი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, თავისთავად ხადია ეს 200 კილოგრამი, ამ 200 კილოგრამს შეიწოვდა საქართველოს თვითონ, იმიტომ რომ დღეს ძალიან მასიურად არის. ხო, ეს არის ხო ისეთი თვირთი, რომელიც გასულიყო ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში გასულიყო და ამას შეიწოვდა საქართველოს და შეიწოვდა საქართველოში ის ნარკომომხმარებლები, რომელიც დღეს მასიურად არიან ჩვენ ქვეყანაში და დღეს ჩვენ ვხედავთ ლოკაციებზე თუ როგორ ეძებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც დაუშვათ კურიერს მიაკდა მალავს და გადათხრილი და გადაჩიჩქნული არის მთელი ეს ისენი, რა ქვია, სადაც სკვერები და რა ვიცი, სადამ ნახავ მაგათ იმას, რა ქვია, იმას გადაჩიჩქნილი და გადათხრილი მიწებს, ხო? მაგრამ ეხლა ნახეთ, ამ ხელა რაოდენობის შემოვა, ხო? ის ხო მარტო არ იქნებოდა. მას ხომ აქ რა ვიღაცა ელოდებოდა. ხო? ეს ხო დალაგებული უნდა ყოფილიყო წესით, რომ ის თავისუფლად ჩამოსულიყო, ხო? ანუ არის ვიღაცა კიდევ დღეს დარჩენილი ამ ქვეყანაში. საჩენს კორუფციის წყაროს, ესე იგი ხელისუფლებაში, ეხლა ესეთი ტვირთი როცა იგზავნება ბატონ ტრისთან, ხო? აი 100 კილო, 200 კილო, კიდაც 5 კილო, ხო? აი ესეთი ტვირთი როცა იგზავნება, მას ყოველთვის ხავს თავისი მფარველი და მფარველი უნდა ყავდეს ზუსტად ანძალოვან უწყებებში, უნდა ყავდეს ისეთ ადგილებში, რომ უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაადგილების უსაფრთხოება და ეგრეთ წოდებულ შემკვეთამდე მიტანა, ხო? ესეა, ნამდვილად. ამის გარეშე ეს არ არის. არ მოხდებოდა. ხო. იმისაც რომ გადმოიტანო ზოგიერთი ამაში იხდის მერე თავიანთ წილს ქრთამს, ხო? ეს გარკვეულ კორუფციის ნიშნებს ახლა. ხა რიგით მოქალაქეზე, რიგითი მოქალაქე ამას ვერ დაკრიშავს ვერანაირად. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ეს უნდა ვიცოდეს ხელისუფლებამაც, იმიტომ შემდგომი სამუშაოები მათ ექნებათ გასაგრძელებელი გამოძიების დროს და მათ უნდა მოძებნონ და აღმოფრქვან და განთავისუფლდნენ ასეთი კადრებისაგან, ვინც ამის ლობირებას ახდენს ხელისუფლებაში და დამერწმუნეთ, რომ ხელისუფლებაში შესაძლებელია იყვნენ ისეთი ადამიანები, ამ პოლიტიკურ წრეების ელიტებში შესაძლებელია იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს თავიანთი გავლენები, ან შეიძლება საელჩოების მხარდაჭერით მოხდეს ეს და ზოგიერთი დიპლომატიური, ასე ვთქვათ, ტვირთი შემოვიდა. ტვირთის საფარქვეში შეიძლება შემოვიდეს ასეთი საშუალება, რომელიც ატარებს ძირგაუნთხელი საქმიანობის ნიშნებს საქართველოს წინააღმდეგ. ანუ ესე იგი დღეს თქვენს და მეც ასე ვამბობ და მეც სწორედ მაგ პოზიციაზე ვარ, რომ არსებობენ დღეს ადამიანები, მაშინდელი ის ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ ამ ნარკოტიკების შემოტანას სააკაშვილის დროს და ბუნებრივია რა და ისინი დღესაც მე მინდა ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას უთხრა, შეიძლება ბატონებო, იცით რა თქვენი მე არაჩასაფრებულის პოზიციიდან არამედ მათი კეთილის კი მესმის აბარა ჩვენ უფრო ბევრს ხედავთ ვიდრე ისინი დღეს. კი რა თქმა უნდა და უთხრა ხელისუფლებას რომ ესეთი სქემები როცა ყალიბდება ბატონებო, ხო, ამ სქემებს ხავს თავიანთი პატრონები. მე ეს სქემა რჩება და პატრონები იცვლებიან ხოლმე ხშირად რა და ამიტომ ეს ჩანაცვლებითი პროცესი საკითხი არის კომპლექსურად შესასწავლია ჯერ ქვეყნის შიგნით მინდა გითხრათ იმ კავშირებიდან გამომდინარე ვინც იყო ხა იქ მძღოლი რა მძღოლს დაუტვირთეს უთხრეს ამაში გადაუხადეს ფული და იმას მოლქის დამკვეთთან, ხო? ვინ არის დამკვეთი? ამ ტვირთის ვინ არის გამომგზავნი, ამაში უნდა ჩაერთოს სადაზვერო ჩვენი ისა რა ქვია საქმიანო, ამაში უნდა საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა აქტიურად მონაწილეობდეს ამაში და იმ ქვეყნიდან საიდან ეს შემოტანილი იქნა იმ ქვეყნის გავლილ მარშრუტებზე შესაბამისად უნდა იყოს კომუნიკაციები უმაღლეს ეშელონებთან და ძალოვან უწყებებთან რათა გარკვეული იქნას მთელი ეს ჯაჭვი, რომელიც ესე იგი დანიშნულების ადგილიდან, საიდანაც წამოვიდა და იმ დანიშნულების ადგილამდე, სადაც უნდა მისულიყო, ხო? აი ეს მთელი ჯაჭვი იქნა შესწავლილი თავიდან ბოლომდე, ხო? როგორ გამოიარეს ეს გზა და ასე შემდეგ.
შემდგომ უნებრივია ამაზე უნდა იყოს ქმედითი ღონისძიებები მიტანილი. უნდა გამკაცრდეს ანტიმიგრაციული პოლიტიკა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ხშირად ესეთი ნარკოტიკები, როდესაც შემოდის, ის გამკუთვნილია აქ შექმნილ ქსელზე და ქსელის თავისია გამანაწილებლები. სხვათა შორის ისინი არიან რა პაკისტანელები და ესენი რომლებიც მეტწილად ისინი ავრცელებენ ამას. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ქუჩაში ვარ და ხანდისხან უყურებთ ხოლმე აი ამოდა, იმიტომ რომ ეს პაკისტანელები და ეს ინდოელები მუშაობენ ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე. გესმით? ეხლა იმდენად დაბალია მათი ანაზღაურება, იმდენად დაბალია, რომ ისინი რომ არ იყვნენ ამ საქმით დაკავებულები, ხო, ბუნებრივია ამ საქმიანობას არ გააგრძელებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი პირდაპირ ვეუნები ჩვენ ზალოვან უწყებებს. ყურადღება მიაქციეთ ამ არა ლეგალურად შემოსულ მიგრანტებს, რომლებიც არიან დისტრიბუციის რგოლი ამ ნარკოკარტელებისათვის, რომელიც შექმნილია დღესდღეობით საქართველოში. მიაქციეთ ამას ყურადღება და აიყვანეთ ისინი ოპერატიული დამუშავების ქვეშ სასწრაფოდ. ეს არ უნდა განახორციელოს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა. ამას ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისი სამსახურები, საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის სამსახურიც მასთან ერთად და პლუს ჩართული უნდა იყოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიც და დაზვერის სამსახური მასთან ერთად, ხო? ამიტომ კომპლექსია სამუშაო შესასრულებელი და მარტო აი ამ ლოკალიზაციით ამ ერთი ვიღაცა იმისი რა ქვია შოფრის, აპატიეთ მძღოლის ამ გამოთქმისათვის დაჭერით არ უნდა შემოიფარგლოს მთელი გამოძიება. ეს გამოძიების მთელი ეს ვექტორი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინდა ვთქვა ინფორმირებულობას საზოგადოების ამ კუთხით. როდესაც ესეთი ტიპის გამოძიება დგება და როდესაც ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ პარტიასთან, ხო, ეს არის მინუსი მინდა უთხრა ჩვენ ხელისუფლებას დღესდღეობით მათ საქმიანობაში, იმიტომ რომ ამასთან ერთად უნდა მოხდეს მთელი აი ამ ჯაჭვის დამკვეთების, შემკვეთების და ამ გამოძიების მასალებით შემდგომი ინფორმირება, მე გულისხმობ, როდესაც გამოძიება დასრულდება, საზოგადოება უნდა იყოს საქმის ყურში, თუ ვინ იდგა ამის უკან, ვინ იყო ამის დამკვეთები და ასე შემდეგ, ამას უნდა გაეცეს პასუხი. იმიტომ ეს არის პრევენციის ერთ-ერთი ზონა, მინდა ვთქვა. ხო, კი ბატონო, მეც გეთანხმებით თქვენ აი სწორედ აი ესეთი და მეტი პროპაგანდაა კიდევ ტელევიზიაში. გეთანხმებით ბატონო, მეტი პროპაგანდაა საჭირო ანტინარკოტიკული და ასე გასაგებია. მართულება ამ კუთხით. მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს დიდ საქმეს სამმართველოებით, ვიცით რომ დიდი ბრძოლა გიწევთ აი ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის ადვილი საქმე, ეს არის სოფლიო პრობლემა არის და ამას ისეთი ქვეყნები ვერ უკვალდებიან, რომელი ქვეყნები ჩვენზე მეტი ძლიერები არიან, მაგრამ დღეს აწკეთება ამ ქვეყანაში და რასაც აკეთებს ახლა ამმართველოებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბევრი კიდევ დიდ საქმეებს აკეთებენ, ეს არის მის სასალმებელი და ამ კუთხით და აი ამ ბრძოლაში ჩათვალეთ რომ მთელი საზოგადოება თქვენ გვერდით არის, რადგან ეს არ არის მარტო კონკრეტულ პირებზე და კონკრეტული პირების ის რა ქვია, რომ იტყვი პრობლემა, ეს არის საერთო პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის პრობლემა არის. ეს რადგან ყველა მოქალაქე ხედავთ და ვიცით რა მდგომარეობაში არის დღეს ჩვენი შვილების თაობა, რა მდგომარეობაშია, სწორედ ის ბავშვებიც კიდევ რომლებიც გამოყავთ ესე იმად ჯგუფურად რუსთაველზე და არიან რაღაც საშინელ მდგომარეობაში და ჩადიან და კლუბური ნარკოტიკი, ამფეტამინის სახით, ჩადიან საშინელ საქციელებს, აი სწორედ ეს არის ნარკოტიკებიდან გამომდინარე და ამიტომ დიდ ბრძოლაში ხართ შამული ბატონო პოლიციელებო და მივესალმებით თქვენს ბრძოლას და თქვენ გვერდით ვართ უყოლანი, ვინც კი ჩვენ ვაზროვნებთ ნორმალურად და ვხედავთ ამ ქვეყანას როგორც წესია ესე და როგორც ჭირდება. ხო და ეს არის მისასალმებელი და ამიტომ იბრძოლეთ როგორც გარეთ ისე შიგნით, შიდა მტრებს ებრძოლეთ ამ მიმართულებით ძალიან ავთ იქ არიან თქვენთანაც არიან ჩარჩენილი კონტინგენტი რომელიც ამ საქმეებს კურირებენ და ლობირებენ და ფარველობენ და მასიური ომი გამოუცხადეთ ნარკომოვაჭრეებს. ნარკომოვაჭრეები არიან საერთოდ მტრები საქართველოსი და ამიტომ ამ ნარკომოვაჭრეებს ერთხელ სამუდამოდ პირველი სტრუქტურებში და შემდგომ უკვე ნარკომოვაჭრეებს კლიანტ უნდა
მოხდეს მათი იზოლაცია და არც ერთი ნარკომოვაჭრე გარეთ არ უნდა დატოვოთ და სერტიფიკატი უნდა გამოუშვათ მათ გარეთ ციხიდან არაფერი მათ არ უნდა შეახოთ. მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ შიდა პოლიტიკურ ასევე ესეც პოლიტიკურია, რადგან ეს ნარკოტიკული პრობლემა პოლიტიკურიცაა, იმიტომ უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ეს არ ხდება ესე დაუშვათ. არ ხდება ესე იმას შემთხვევით. ეს არის ომი ქვეყნის წინააღმდეგ და მოდი ახლა ჩვენ შევეხოთ აი ესეთი რაღაც ხაზარაძე ხა ვიცით რაც არის და რა ესე იგი ვიტყვი მისი ავტორიტეტის და რა სახელის ის არის მატარებელი ჩვენ ქვეყანაში და ხაზარაძეს წარსული ყველა გაგადვით რომ ხაზარაძე რომელმაც დაღუპა ის ადამიანები რომელმაც ადამიანებად მათთან მის ბანკში ბინები ჩადვეს და შემდგომ ქუჩაში აღმოჩნდნენ ესე და ჩვენ კარგად ხედავდით ქალბატონი რომ იყო იმაში რა ქვია თავისუფლების მოედანზე მუყაოს ყუთებში იყო და გამესვეთებდა ხაზარაძეს მიერ იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული და დაღუპული ეს ადამიანი ასევე მიხეილ სააკაშვილის დროს ხო მან და ადეიშვილმა ესეთი შეიმუშავეს მექანიზმი ადამიანებს რო აპატიმრებდნენ და მიყავდათ ციხეში ხო და მიდიოდა მათ იქ რაღაც გარკვეული საპროცესო გარიგებები ეხლა ბევრი პატიმარი ვერ იტანდა და ვერ ეგუებოდა იქაურ სიტუაციას და იძულებული ხდებოდა ხაზარაძემ დაეწყო საპროცესო შეთანხმებების გაფორმება მის ბანკთან სადაც მის ბანკში იდებოდა ბინები ამ პატიმრების ბინები და კოლოსალური ესე იგი რომ ვიტყვი ეს პროცენტები იყო ამ იმასთან დაკავშირებით სესხებთან დაკავშირებით და ასე გამოყავდათ მშობლებს შვილები მეუღლეები და ოჯახის წევრები და შემდგომ უკვე ამ პროცენტებიდან გამომდინარე ბინებს ვერ იხსნენ ოჯახის წევრები და ქუჩაში შებოდნენ და ბევრს მათ შორის გულის შეტევით გარდაიცვალა ხშირი შემთხვევა იყო ხო და ხაზარაძე იყო და ხაზარაძეა ის რომელიც აფინანსებს და ხელს უწყობს აი ამ გეი იმას რაღაც ღონისძიებებს და გარკვეულ ხელი აქვს მოწერილი გეი მემორანდუმზე კიდევ და მთელი ამ უკუმა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს ხო და ეხლა გამოვიდა და სხვათა შორის ხაზარაძეს გუნდის წევრებიც გაიგე ეხლა დავინახეთ ბიჭო ახლა გახსენდება თქვენ ბიჭო მომისმინეთ ხაზარაძე და ხაზარაძის ნაიროიქ ლილოში ესა რა ქვია ჩანერგილო და ჩაბუდებულო დივერსანტებო ეხლა გახსენდებათ ვეტერანები ეხლა საარჩევნო პროცესებში რო შედიხართ თქვენად დაყუპოთ ვეტერანები სამხედროები რომლებიც კონტრაქტებით იყვნენ და თქვენი ბანკებიდან სესხი გამოქონდათ და მე უკვე ვეღაფარავდნენ და იძულებული ხდებოდეთ და პროკურატურებს ამას გადაგეცათ თქვენ არ აკეთებდით ამას რას დაწანწალეთ ამ მასე ვეტერანების სასაფლაოების და მასე დადიხართ და ვითომ და ის გაღიმებული სახეები რო გაღიმებული სახეებით დაიარებით გაიგე რატო ვაჭრობთ ყველაფერთ რო ვაჭრობთ თქვენ სულით ბინძურებოთ თქვენ რატომ რა უფლება გაქვთ თქვენ აკვიდოთ ვეტერანების სასაფლაოზე და იქ დაიწყოთ პოლიტიკური განცხადებების კეთება სად იყავით მანამდე ერთი მითხარით სადამ არჩევნები მოვიდოდა რა ერთი მითხარით ვისანახართ მისული ოჯახში რომელი ადამიანის დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში რომელი ოჯახის წევრთან ხართ მისული არჩევნებამდე ვის გაუწიეთ დახმარება ვის მიეცით რამე ერთი პატარა რაღაცა გაჭირებულ ოჯახს მიეცით რამე რამდენ ვეტერანს აქვს აღებული გეიმგეს ვაფინანსებთ რა ქვია ღონისძიებებს და იმას და გადავარდილი ხართ ამ სოდომ გომორში გაიგე და ხართ გარყვნილები თავიდან ბოლომდე ხო რა უფლებით მიდიხართ იმ ქართველი ვაჟკაცების საფლავზე გამაგებიეთ ერთი და პოზირებთ იქ გაიგე ვინ ახართ საერთოდ საიდან მოდიხართ და საიდან მოეთერეთ თქვენ და დღეს კიდევ გამოდიხართ ეხლა და პოლიტიკურ პროცესებში ხართ ჩართული და ხაზარაძე გამოვიდა ბატონო კორტა რას იცახის იცი მეო კიო ამასო არჩევნებში და მიღებულობ მონაწილეობა მივესალმები არჩევნებში და ამავდროულათო მივესალმები რევოლუციებს და ამასო საპროტესტო აქციებსო ეს რა ხდება რაში ხაზარაძე იმის არა ეგ იმას ნიშნავს რომ ხაზარაძე რომ მიიღებს იმას რა ქვია თავის რაღაცა პროცენტს ან შეიძლება მიიღოს შეიძლება ვერ მიიღოს შეიძლება გადალახოს შეიძლება ვერ გადალახოს ბარიერი შემდეგ გამოვა და იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და ეს ჭირდება იმისაც რომ შემდგომში უფრო მეტი ასე ვთქვათ მუხტი აუწიონ და სალაპარაკო გაუხდეს იმას რა ქვია ოპოზიციურს რა ქვია გადამტრიალებლებს ტერორისტები არის ისათვის რომ გააправონ თავიანთი ქმედება რომ აი არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ ხაზარაძე მე პირდაპირ გეტყვით რა ხაზარაძე არის პირველი რუსეთის აგენტი პირველი ანუ მას ახლა რუსეთი აი რო იძახის სხვას რო აბრალებს რომ ესე და პირველი რუსეთის აგენტი სადიშოვა თავისი პირველი მილიონი ერთი ნახონ რა კი ეგ რუსეთში შოვა მოსკოვში არის შოვა მე ვიყავი კონკავშირის ისა რა ქვია მდივანი მისი პოლიტექნიკური ინსტიტუტის თუ ეგ იყო
და რითი რა ფულით შექმნეს ეს ბანკი თავის დროზე და რატო უზის მთელი ასე ვთქვათ რუსეთის ყოფილ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ადამიანები თავის TBC ბანკში მითხრას. ეხლა რა არის ეს კოტე მომისმენი ეხლა მაგაში ეხლა შეიძლება მე რაღაც შეგეგამოთ. სხვამ თუ არის მე ხო კარგად ვიცი. იმიტომ რომ კი იყვნენ რუსეთის აგენტები იყვნენ თავის დროზე. იყვნენ და თავის დროზე ესეთ ტიპაჟებს სპეცსამსახურები დაკვირვებას თქვენ კარგად არა ხელს იწევენ ხოლმე მე რაღაც ისეთ განცხადებას რომ გააკეთებ ხელს გამოიშვენ აი თქვენ რუსეთის საქმეს აკეთებ და რა მომისმენი რა ხდება გეთანხმებით რომ იყვნენ ეს ნაგავები რუსეთის აგენტები და ძალიან ბევრი იყვნენ მაგრამ შემდეგ მოხდა უკვე გაისა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ მათი გადმობირება მაგრამ რაშუაშია ხო იყვნენ აგენტები ხო იყვნენ და ახლა არიან მეორე ქვეყნის აგენტები გაიგე რა მნიშვნელობა ხო იყვნენ არა და მაგნარი აგენტები ბევრი ხარ ჩვენ იმაში რაღაცა ქვია სტრუქტურებში ხაზარაძის აგენტურა დღეს მუშაობს ყველგან გაიგე და ხაზარაძესაგან ადამიანისაგან ვინც ქართულ ეროვნულ ასე ვთქვათ ღირსებასთან ასოცირებულ ეროვნული მოძრაობის ასე ვთქვათ მამამთავარზე ხელი აწია ბოლო-ბოლო ხო ანის კადრები გააქვთ ნახე იშვიათობაა ეს კადრები მაგრამ ნახეთ ის კადრები პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული იმისი რა ქვია ეროვნული მოძრაობის ის ჩანასახი ჯერ კიდე არ იყო ის 80-იანი და 88 წელი იყო 99 წელი იყო ხო აი იქა ის როგორ იყო პალტო შემოახიეს იმას რა ქვია მერაბ კოსტავას და კიდე ეს ადამიანები ცდილობენ არ ყოფნით ბანკი არ ყოფნით ის შემოსავლები რაც აქვთ ახლა ხელისუფლება უნდათ იმისათვის რომ თავიანთი ქონება ერთი-ორად კიდევ გაზარდონ ხო კარგით რა მეწველი ძროხა ხო არა საქართველოს ბოლო-ბოლო ვინახათ საიდან მოხვედით რა გინდათ მიხედეთ იმ თქვენ ბოდიში და იმ ჩასრულ საქმეს თუ გაქვს ის ბანკი იყავი იმ შენ ბანკში მევახშე და დაანებე ამ პოლიტიკას თავი ვიღაცა ხარ რა უცხოტომელები ესენი კაცო არა კმარეს უნდა ვთქვა რა ბოლომდე რა არ შეიძლება რა არცეთი არა ქართველები მაგით არცეთი არ არიან კაცო მე მაგას მე ხომაღლა ვიძახი მაგათ აქ გვარდასახელი ქართული თუ რა შინაგანად თლია სულიერად არიან არა ქართველები მაგენი და ქვეყნის მტრები არიან და ეხლა ნახეთ მე რატო მაგ ვარ ესეთი გაფრაზებული კი არა უბრალოდ ასეც არის ნებისმიერი ადამიანი გაფრაზდები აბა თქვენც ეხლა ჩვენ წინა ხაზზე ვიყავით მოდის და ჭკუას მარიგე რა ჭკუა უნდა დამარიგოს ხაზარაძემ რა უნდა მასწავლოს ქვეყნის სიყვარული უნდა მასწავლოს რამე და კოტე იცი გითხრა ნახეთ რამე და გითხრა ხა და ძალიან თქვით არ შემაწყვეტინოთ და მე ეხლა თქვენც იყავით აფხაზეთში და სამაჩაბლოში და თქვენც ხებლებდით ბრძოლებში მონაწილეობას და მეც ვიყავი და ძალიან ბევრი ჩვენი ბიჭები რომლებიც ბრძოლებში მონაწილეობას ღებულობთ გაიგე და არასოს არ გვიკადრებია ეს გაიგე არასოს არ გვიკადრებია ეს ეხლა რასაც თქვენ კადრულობთ ხაზარაძე და თქვენი გუნდი გაიგე რომ ჩვენ რაიმე რა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით მივსულიყოთ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების და ჩვენი მემბრძოლების საფლავებზე და დაგვეწყოს კამერების პოზირება ვინ მოგცა ჯერ ასისტა რა სტატუსები ვინ მოგცა თქვენ ვეტერანების სტატუსები ერთი მითხარით გაიგე ჩამოხვიდოდით იქ და ისელფავდით და გამორბოდით უკანადეთ კუდამოძუებული გაიგე საერთოდ არ ყოფილ ხარ წინა ჩაი მაპატი ეცუც ჩაიცვეთ ამ სამხედრო ფორმებზე გამოდიხართ და თავზდებთ რომ თითქოს და თქვენ მხრებზე გადაიარა ყველა მე ვიცი ეს და კოტე მიცი სა ყველაფერი ვინ სადბრძოლობდა და ვინ რა ბრძოლებში ღებულობდა მონაწილეობას აი ახლა ვიტყვი და ამის უმეტეს არ აღარ თქვენ არც ეს გაიგე ახლა ვიტყვი ბატონ ტრისთან ჩემზე კარგად იცით თქვენს იმის რა ქვია 13 დღე და 13 თვე გაატარეთ აფხაზეთში ისევე როგორც ბატონმა კობაკობალაძემ და ბევრმა ბიჭებმა ვინც ძალიან ბევრმა მე ბატონებო აი იმ პერიოდში გახდით განსაკუთრებული განყოფილების უფროსი ფრონტზე პირველი საარმიო კორპუსი დათვლილი მყავდა 1451 კაცი ფრონტზე ვინც იქ იყო? მათ შორის თქვენ ხშირად იყავთ ჩემთან პოზიციებზე, ლაბრატამისზე. ლაბრატამისზე გახსოვს, ხო? ბატონ ტრისთან. ძალიან კარგად მახსოვს. 1451 კაცი იყო დათვლილი. რამდენია დღეს ისე ვეტერანი, რამდენს აქვს ვეტერანის ის რა ქვია? სტატუსი. 74000 კაცი. 18000-ია უკვე კაცო. ხო. 78000 კაცი რო ყოფილიყო აფხაზეთში და მას ესროლა როსტოვამდე ჩავიდოდა ისა რა ქვია იმ პერიოდში სოჩას დაიბრუნებდა სოჩას დაიბრუნებდა საქართველოს შეერაღებული ძალები მით უმეტეს მაშინ მოსუსტებული იყო რუსეთი ხო მაგას თავიდან კაი შევეშვათ ამასაც ამ თემასაც კაი არ გვინდა არის იქ ოჯახის წევრი იყო კიდე მიამატეს მოამატე კაი რაც გააკეთეს ნუ ახლა იქ რა არის ეს ჩერნობილი იმაზე აი ამ ხნის განმავლობაში ხო ეს ბიზნესმენები
ეს ბანკირები ვინც არიან ხო ხაზარაძე და ის მეორე იმაზე რო აქვს მოწერილი ჩაპარიძე გეი მემორანდუმზე რო ხელი მოწერილი გეი მემორანდუმზე ხო და იმაზეც აქვს ხელი მოწერილი რა ქვია დამოუკიდებლობის აქტზეც ხო ბიჭო როგორ არის ეს შეთავსებადი ერთმანეთთან გამაგებია გეი მემორანდუმი დამოუკიდებლობის აქტი გეი მემორანდუმი დამოუკიდებლობის აქტი როგორ ხო უნდა პოლიტიკაში რომ მოდიხართ უნდა იყოს თანმიმდევრულები დღეს რასაც ლაპარაკობ ხვალე ბოდიში და ეს პლასტინკა არ უნდა შეცვალო და არ უნდა გადმოტრიალდეთ მეორე მხარეს და ეს თქვენი უკანალი არ უნდა აუშვიროთ სადაც არ უნდა აუშვიროთ ესე არ შეიძლება და მე ჩვენ გვიკვირს ხალხს რატომ არ აქვს ნდობა იმისი რა ქვია პოლიტიკური სპექტრის ზუსტად ამის გამო არ აქვს ნდობა რო ვეღარ ახერხებენ ბატონო ტრისტან შეკრან კრიტიკული მასა ხო ყველაფერს ცდილობენ ერთი კარგად გაქექონ ყველაფერი აი ეს შავბნელი ჩtildeოვანი ეკონომიკის ნაწილები ხო მე ძალოვან უწყებებს მოუწოდებ რა და საერთოდ ბატონო და პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეობა და წევრობა არ გახლავთ იმუნიტეტი მინდა გითხრათ საპარლამენტო იმუნიტეტი იმისათვის რომ ყველაფერი მოსულა არაფერიც არ მოსულა ჩაიდენთ დანაშაულს აგებთ პასუხს ეს არის ნამდვილად სამართლიანი სახელმწიფოს კანონი უნდა კანონობდეს ქვეყანაში არსებობს კანონი უნდა შესრულდეს ეს კანონი საერთოდ ბატონო პოტე რა არის იცი ეხლა მე 3 დღეა ახლა ესენი დარბიან იმ სასაფლაოებზე კაი ჩვენი ბიჭების სასაფლაოებზე ამ გმირების სასაფლაოებზე მაგან გამაღიზიანა ზუსტად 3 დღეა დარბიან და კამერებით ხან იქ ერთ რეგიონში ხან აქ ხან იქ რომელი გარდაცვლილის ოჯახს დახმარებია ეთუს მაგათიათ რა მაგას რას დაწანწალეთ ბიჭო რომ დაწანწალეთ ეგ ეს ხალი როა კიდე არის დამავიწა ის გენერალური დივანია თუ ვინა ლილოსის ხო რას დადიხეთ და გაღიმებული გიხარი რა გიხარიათ გამაგებიეთ რა გაქვს სასიხარულო თქვენ დამპლებო თქვენ ერთი ისა ხართ თქვენ ბუნაგის ხალხი ხართ გაიგე თქვენ ლიბერასტებო თქვენ სადგინახია ლიბერასტი და მეომარი გაიგე ლიბერასტი რატო მიდის ჩვენი მეომრების საფლავზე რატო სპეკულირებთ თქვენ გამაგებიეთ და რატო მიდიხართ ვეტერანების საფლავზე გაიგე ომის მონაწილეების საფლავზე მისულ ხართ მათთან ოჯახებში მაგრამ ყველგან ყოფთ ცხვის ყველგან შემზრუნვალი ხართ გინდათ პოლიტიკური ქულები დაიჭიროთ მაგრამ ვერ მიიღებთ თქვენ ვერცეთი ვეტერანი და ვერ მიიღებთ ერთ ხმას ვერ მიიღებთ გაიგეთ რაშია საქმე იმიტომ რომ თქვენ ხართ პირველი მტრები ჩვენ საქართველოს და ის ბიჭები რო არიან დღეს დაღუპულები და ის ბიჭები წოვან მიზაში თქვენაერი ხალხის ბრალი არის ეს იმიტომ რომ ჩვენ იქ რაღაც გარკვეული მცირე რაოდენობა ვიბრძოდით 2 თვითმფრინავი სოხუმში მიფრინავდა და 10 თვითმფრინავი დუბაიში მიფრინავდა გაიგეთ რაშია დუბაიში და მოსკოვში და ეს იყავით თქვენ გაიგე და მას აკეთებდით თქვენ და ახლა მიდიხართ მოგინდათ ახლა ის რა ქვია პოლიტიკური ქულების დაწერა და გინდათ ახლა რომ ვეტერანების გული ვერ მოიპოვეთ ვეტერანების გულს იმიტომ რომ ვეტერანები თქვენ დაღუპეთ გაიგე და ვეტერანების ოჯახები თქვენ დაღუპეთ გაიგე რაშია საქმე და კიდევ გეუბნებით გაფრთხილებთ კიდევ სამხედრო ფორმები რო შეეცვით და ვითომ მომებში რო იყავით გაიგე არა გაქვთ უფლება ამის თქვენ და არა საერთოდ არც ეს ლიბერას გაიგე და არც ეს პიდარას იმის უფლება რომ სამხედრო ფორმა ჩაიცვას გაიგე და მე იქ ვეტერანების საფლავზე იარო გაიგე რაშია საქმე უნდა გამკაცრდეს მე ვფიქრობ უნდა გამკაცდეს სტატუსის ზოგი გენერლის ფორმას იწვევს ზოგი საველე ფორმას იწვევს და დაწანწალებენ ეგ და ვეტერნის სტატუსი ახალი კომისია უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო ვფიქრობ მე ესე იმიტომ რომ უნდა ჩამოყალიბდეს კომისია და უნდა შესწავლილი იყოს ყველა საქმე აბსოლუტურად ვისაც აქვს დღეს ისა რა ქვია ეს ვეტერნობა დამსახურებულად დაუსახურებულად ყველა ვიცით იმიტომ რომ ვინც ომობდა აფხაზეთში ყველა იცის რა თქმა უნდა სახეზე იციან ერთმანეთის ვიცით უყოლა კაცო სახეზე ამიტომ არ ეს ხო პირიქით სახელმწიფოზე მოქმედებს ხო ზედმეტი ხარჯია დაუსახურებელი ხარჯი გადის მე ვეტერანის 100 ლარიანი დახმარება ჩემო ბატონო ხო 22 ლარი მაგენმა გაგვიხადეს თავის უზრდა თუ კარგი უნდა იმ ხაზარაძეს ამხელა ბანკი აქვს ხო აქვს შესაძლებლობა რომ ვეტერანებს დაეხმაროს ხო შეუძლია თავისი ბანკიდან იმ თავისი კოლოსალური მოგებიდან რასაც ეგენი შოულობენ ხო 100 ლარიან ვეტერანს რომ დაეხმარო მისი ოჯახის წევრებს, ხო? სამსახურებისში მოაწყონ, არ გაყარონ სამსახურებიდან და ასე შემდეგ. მეტი რაპატი უნდაც ეს იმა რა ქვია, სახელმწიფომ და პოლიტიკოსებმა იმას რა ქვია, იმ ხალხს ვით თავისი სამშობლოსათვის თავი დადო და სისხლი დაღვარა ბოლო-ბოლო. ბატონ ტრისტან, გაიხსენეთ, მე მინდა გაიხსენოთ ის ტამიშის ეპიზოდი და გაიხსენოთ თქვენი ბიჭები
სოხუმის დაცემის დღე იყო 23 საათი 23 საათი ბატონებო იმაში რა ქვია ალყაში მოქცეული ბიჭები 23 საათი გაიგე და ბოლოს მე გეტყვი აგერ რა მოხდა ბოლოს უკვე ესე იგი რომ ალყის გაგვევის სპეცდანიშნულების რაზმი კბილებამდე შეიარაღებული რაზმის წინააღმდეგ საბრძოლო მასალა გამოგველია არტილერიასთან კავშირი დავამყარეთ და ცეცხლი ჩვენზე განეხორციელებია და მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ შეიყო არეული იმ ხარ რისკებზე წავედით და მე მინდა ნაციონალ მოძრაობას და იმათ რა გაუკეთებია ბატონ ტრისტანს აი ეს გაუკეთებია ბატონ ტრისტანს და ავაზას ბატალიონს და ბევრს კიდე პირველ იმას რა ქვია თავდაცვის სამინისტროს პირველ ბრიგადას თედრა არწივს კი ბატონო კობა კოვალაძეს ბიჭებს კიდე გია ყარყარაშვილს გოჩა ყარყარაშვილს თავი დაუდია ბიჭო გაგრაში დაიღუპა გიაზმა კაცო იქ ვიყავ კი ბატონო დაიღუპა კაცმა თავი შეშინა და ეხლა ხაზარაძე და ბატი ჯაფარიძე ერთი გამაგებინა რა სახში იყავ 98 წელს რატომ დაიგავეთ ხელში იარაღი გაბერილი გუბაზარო ჩემი ასაკის არის კაცო ჩემი ასაკის გაბერილი გუბაზარო კიდევ დღეს მოძრა ჩვენ გაიგე რატომ დაიგავეთ ხელში იარაღი და რატომ დამოდი ჩვენთან და რატომ რა მომდით ერთი გამაგებინა და რასაკეთებთ ბაშვი რასაკეთებთ ბაშვი საქართველოს ძარცვავით თქვენ არ ამზადებთ თქვენ გოუმბაზარო ყორებთ თქვენ გაიგე და დღეს ახლა ჩვენი იმით სპეკულირებთ იქ რაღაცა ქვია ჩვენი ბიჭები სასაფლაოზე და ვეტერანები სპეკულირებთ ვერც ერთ ხმას კიდევ ეუნებთ ვერც ერთ ხმას ვერ მიიღებთ ვეტერანებიდან და მე კიდევ მინდა შესაბამის სამსახურებს უთხრა, აიგე, ეს სამხედრო პოლიცია იქნება, ვიცი იქნება. ყველა, ესე იგი, გიჟი ვინც არის, ეხლა დათანხმდებლად დაიარებენ, ზოგი გენერალი ფორმით დაიარება, ზოგი საველე ფორმით დაიარება, მიიღეთ კანონი, აიგე, ერთი გენერალი და ეხლა 800 მოვიქოთ ერთ ხარზე, კაცო. სად არის ასე წოდება, შეგი არსებობს საქართველოში საერთოდ, გამაგებიეთ ერთი. ზოგი ბოლგაივით იმაგრებს თომას სამყაროს, ზოგი რაღაცა ისე შირონეს იმაგრებს რომ ვერ გეიგებ, რომელი სახეობის ჯარი არის, გაიგე და რა კორჩაგინის როდელი ფორმებია ცოტა მიტაიარებია. გადიეთ ეგრე მაშინ რა ქვია, შარკიძე და იქიდულობენ იმას ფორმაზე იწვევენ, გაიგე და დადიენ და მიაღწიეთ ამას ყურადღება, კაცო. ნუ გააუფასურეთ, ნუ გენერალი წოდება და ნუ სამხედრო ფორმა, გაიგე და ამაზე კანონი მიიღეთ და არ რაღაცა ქენი, როგორ თავის დროზე იყოს საფრანგეთის დროს. ბატონო გოდე, ჩვენი დრო მოიწურა და მადლობა რომ ცოტა ემოციური საუბარი იყო, მაგრამ ხაზარაძის ნაირ ადამიანს ხო დაინახა ჩვენი მეომრების საფრანგეთზე, ემოციური კი რა. ქვაულეს რომ მაგეს თავზე მოუტეხო თავი და ეგ მაგას და მაგის აგენტურას და მაგის მიმდევრებს უყურეს. დიდი მადლობა რომ მიგულეთ, კარგად დადებულეთ, მოგვართ. და ნაცბანდიტებს კიდე. კი ბატონო, კი ბატონო.